ეს ვიდეო არის იმათთვის, ვინც ტრეიდინგში ახალი არის, ან არ არის ახალი და ცოტა რამე გაიგება და უნდა ცოდნის გაღრმავება. რა არის ბაზარი სინამდვილეში? ბაზარი არ არის ადგილი, სადაც ფასი მიდის ზემოთ ან ქვემოთ. ბაზარი არის აუქციონი. ყოველ მომენტში მიმდინარეობს პროცესი. მყიდველები და გამყიდველები. თანხმობა ან უთანხმოება ფასზე. ვაჭრობა ან ვაჭრობის არარსებობა. ფასი არის შედეგი და არა მიზეზი. რატომ არ კმარა მარტო ფასი? ფასი გაჩვენებს, სად იყო ბოლო ტრანზაქცია. ფასი არ გაჩვენებს, რამდენი მოცულობა ივაჭრა მარკეტმა იმ მომენტში, რამდენი მონაწილე იყო ჩართული, იყო თუ არა პროფესიონალური ინტერესი. ორი ერთ და იგივე სანთელი შეიძლება იყოს ორი შემთხვევაში ძლიერი მონაწილეობა, მეორე შემთხვევაში სრული სიცარიელე და ფასი ამას ვერ გეტყვი. რას ზომავს მოცულობა სინამდვილეში? მოცულობა არ ზომავს ძალას, მოცულობა ზომავს მონაწილეობას, ინტერესს, აქტივობას, კონკრეტულ ფასზე. მაღალი მოცულობა ნიშნავს, რომ ამ ფასზე ორი მხარე თანახმა იყო ვაჭრობაზე. დაბალი მოცულობა ნიშნავს, რომ ფასზე ბაზარი არ დაინტერესდა. რატომ არსებობს volume profile? Volume profile არ არის ინდიკატორი, ეს არის ორგანიზატორი. იგი აწყობს წარსულ ტრანზაქციებს ფასის მიხედვით და გვაჩვენებს, სად ივაჭრა ბაზარმა ყველაზე მეტი, სად ივაჭრა თითქმის საერთოდ და ეს გვაძლევს კითხვაზე პასუხს, სად იპოვა ბაზარმა ღირებულება და სად არა. ღირებულება, ანუ value და ბალანსი. ღირებულება არ არის ერთი ფასი. ღირებულება არ არის ფასების ზონა, სადაც ბაზარი ჩერდება. ღირებულება არის ფასების ზონა, სადაც ბაზარი ჩერდება, დრო გადის, მოცულობა გროვდება. ეს ნიშნავს ბალანსს. ბაზარი ან არის ბალანსში ვაჭრობის ღირებულების შიგნით, დისბალანსში ღირებულების ძიებაში. სწრაფი ფასი და ნელი ფასი. სწრაფი მოძრაობა ნიშნავს, რომ ინტერესის ნაკლებობას, აუქციონის ჩავარდნას, ნელი მოძრაობა ნიშნავს შეთანხმებას, რეალურ ვაჭრობას და ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ცნება. Cash სესია. Cash-ის ლოგიკა. Cash სესია არსებობს იმიტომ, რომ ინსტიტუციური მონაწილეები აქტიურდებიან კონკრეტულ დროს. ლიკვიდობა იცვლება სესიის მიხედვით, ქცევა განსხვავებულია, სესია არ არის უბრალოდ დრო, ეს არის მონაწილეთა ტიპი. ყველაზე გავრცელებული შეცდომა. რითეილები ანუ გადამყიდველი ტრეიდერები ეძებენ სიგნალებს, შესვლებს, პროგნოზებს და პროფესიონალი ტრეიდერები ეძებენ კონტექსტს, ქცევას და მიღებას ან უარყოფას. Volume profile არ გაძლევს პასუხს, სად იყიდო თუ გაყიდო, ის გაძლევს პასუხს, რომ რა ხდება ბაზარში რეალურად. შემდეგი ნაბიჯი, შემდეგი როცა გეტყვი, რომ რა არის POC, value area, HEV და LEV, ეს არ იქნება ტერმინები, ეს იქნება ლოგიკური შედეგები. ამიტომ ვინც დაინტერესებულია volume profile-ის დეტალური განხილვით, გაინტერესებთ როგორ უნდა გამოიყენოთ მარკეტზე თქვენ საკეთილდღეოდ, შეგიძლიათ გამოიწეროთ ჩემი არხი, არაფერს არ გადაგახტევინებთ. ერთი თქმა უნდა მექნება უბრალოდ რომ გამოიწეროთ ჩემი YouTube არხი, დალაიქოთ ვიდეო და დაწეროთ კომენტარი. იმიტომ რომ ეს დამეხმარება რომ უფრო დიდ მასშტაბებზე გავიდე და მეტი ხალხს დავეხმარო. ამიტომ მიმეორებ, არაფერს არ გახტევინებთ. უბრალოდ გთხოვთ ერთ რამეს, გამოიწეროთ არხი და დალაიქოთ ვიდეო. ეს იქნება TikTok-ის თუ YouTube-ის, ამიტომ მომავალ შეხვედრამდე. კითხვები თუ გექნებათ, მომწერეთ Instagram-ზე fxsuka. დროებით.